დილამშვიდობის 7:25 წუთია და ჯერ კიდევ არ გათენებულა. ერთი ნახევარი საათია, რაც გავიღვიძე და ნახეთ როგორი ხედია, როგორ მიყვარს ხამის თბილისი. აბა დილამშვიდობის ესე დილა ადრიან მოგესალმებით. ჩავიცი მოწესრიგდი ესე მაღლამწვანე დაბლა ლურჯი ჯინსი და ფეხსაცმელიც ესეთი ახალგაზრდული ფერადი, თეთრი და მწვანე და ყავისფერი და ყველანაირი ფერები ორევია. წინდაც ნასყიდ საახალწლო და ესე ჩავიცვი დღეს აქ ეს საახალწლო განწყობისთვის როგორ მოუხდა თეთრმაცივარს კანადას უფრო მოუხდება, მაგრამ მე გაღებვა დაკეტვისას თუ არ შემიშლის ხელს, ესე ჩამოვარდა. ეს რა არის? ეს რისია? არ ვიცი რა არის. ოცი უკლია უკვე. საათი მაქვს დრო რომ მოვამზადო ეს ცხელი შოკოლადი. ეს გავსინჯე და ძალიან გემრიელი იყო რა, ძალიან ტკბილი, შაქარიც დავამატე რა თქმა უნდა. და ეხლა დღეს რძეული გამოვადუხო, რძეში გაურიო და იქნება ცხელი შოკოლადი. ისე აცივდა თბილისში, აცივდა არა მარტო თბილისში, არამედ ყველგან. იმიტომ რომ გუშინ ამომიგდო ისა, რომ მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, დასავლეთშიც თოვლია მოსალოდნელი, თბილისში სიცივე და ასე შემდეგ. აგვიცივდა ეს ახლა ძალიან რო არ მომივიდეს ჭიქაში. ჯერ ჭიქაში ჩავასხავ და მე ღირდა ძალიან იაფი და რაღაცეები იმაშვება, გადავირევი ეხლა ეს რა არის? კაი რა სირცხვილია პროსტა, სირცხვილია მეტი არაფერი. 2025 ვადა აქვს. ესე იგი იაფიან პროდუქტს აღარ გავეკარები ხალხო. ვადა აქვს. და აი პროსტა რძეს ნახეთ რა ჭირს რა. საერთოდ არ იყიდო. აი ეს რა არის ნახეთ. ერთი წუთი.
ეს რა უბედურობა ხდება, შიგნით ვერ გავიგე. აი ესე პური რო ჩაფურჩხნორ ძეში, ისეთი რაღაცეები ყრია და ამას რა დამალევიერებს. გადავირევი რა. წინაზე კიდე არაჟანი რო ვიყიდე ორნაბიტში იაფად, დამიწერეს კომენტარებში, რომ არაჟანი არ არის ვეგოს 1000-ნაირი რაღაცა შეიცავს. ხო და რა ვიცი, მშვენიერი არაჟანის გემო კი ქონდა რო ვყიდულობდი და მერე ვიყიდე კიდევ არაჟანი, რომელი იყო არ მახსოვს, მაგრამ ვიყიდე 5 ლარად, მე მგონი ეს ლიტრიან ვედროებში როა. მოვიტანე სახლში, გავხსენი და არის ზედმეტად თხელი. ვადა აქვს, მაგრამ გემოზეც აი როგორ აგიღწევთ, წამლის გემო ქონდა რა, არაჟნის გარდა ყველაფრის გემო ქონდა. მაცივარში მედო ერთი კვირა ალბათ საერთოდ არ მიჭამია და მერე ნაგავი რო წავიღე, გავიყოლე, გადავაგდე. ამ რძესაც ეხლა ეგრე მოუწევს. ანუ ეს რა არის, პროსტა ვერ გავიგე. ხა ძალიან მომეშალა ნერვები. არა და დანარჩენები იყო პატარები ბოთლებში და სოფლის ნობათი და ეგეთები ბოთლებში ქონდათ და პატარები იყო და მინდოდა ლიტრიანი რომ ეყიდა და წამოვიღე ეს რაღაც სისულელე მილკასა. Made in Europe კი აწერია და რა უბედურობა, ვერ გავიგე ქართულად არაფერი არ აწერია. არც ფურცელი არ აქვს, მიკრული. ფერი არ აწერია, მაგრამ ამას ვეღარ გავლა. როგორ მინდოდა? მოხდა ვერ გავიგე, იმდენი აღარაა რა. როგორ მინდოდა გციანი ყავა დამელია, მაგრამ არა უშავს. ნალექიანს დავლევ ისეთ ძალიან გამრიელი არც ის გარეშე დავლია, მაგრამ რადგანაც ახლა რძე მარი ვარგა, ამიტომ დავლევ ჩვეულებრივ ნალექიან ყავას. იმიტომ რომ ნალექიანი ყავა თუ არ დავლია, მე დანაკლისი მაქვს რაღაცნაირად მთელი დღე ყავის. ხო და ვიჩქარო მე თორე წასასვლელი ვარ მალე. რძეს და არაჟანს აღარ უნდა გავეკარო იაფიანს. ვყიდულობ ხალხო, აქციით ვყიდულობ ხოლმე 5 ლარად რა, 4 და რაღაცა და 5 ლარამდე ღირს ხოლმე და ისეთი გემრიელია ჩემ და გასაკვირად. 5 ლარად კი არა, 8 ლარად რო ვყიდულობდით ხოლმე. არასდროს არ ვარგო და გემოთი შეფუთული ხინკალი რა, პარკში გაყინული ხინკალი. ხო და ეს პილმენი ხო სასწაული აღმოვაჩინა, ორნაბიტში არის ხოლმე აქციაში და აი რა ვიცი, 10 წელს რომ მოხარშავ, იმ ხელები ხდება, რომ ერთ კაცს გაგაცხებს რა. ხო და
რომ მოხარშავ ხოლმე ნახევარ პაჭკას ვერ ვჭამდა, მერე მეორე დღეს ვწვავ ხოლმე. თან ისეთი გემრიელია, ისე მომეწონა პილმენის გემო გამაგებინა რა, ისეთი გემრიელია ხორცით გამოტენილი. მერე ხინკალი ვიყიდე კიდე რომელიღაცა ძალიან სახლურს გავდა რა, ის კუჭიც რო არა აქ მოჭრილი რა, ძალიან პატარა ზომის ხინკლები იყო და კუჭიც კი არ ქონდა მოჭრილი, ესე როგორც იყო შეგრული და დაოჭებული, ისევე იდო გაყინულ მდგომარეობაში და ეგეც ისეთი გემრიელი იყო, წვნიანი, გემრიელი, მწვანილებიანი, ეგეც ძალიან მომეწონა. აი ეს. ძალიან გამიკვირდა ხალხო დღეს რომ გავიღვიძე, როგორც იქნა 6 საათზე. იმიტომ რომ სამსახურში დილის სმენაში ვიყავი სულ 3ჯერ რა. აქედან ერთხელ მივედი თავის დროზე და 2ჯერ დავაგვიანე. ერთხელ ვაფშე 2 საათი თუ რაღაცა ეგრე დავაგვიანე, მეტი თუ არა, მეორედ 35 წუთი. ხო და დღეს არ ვიგვიანებ. აწი აღარ ჩამეძინება. არც ჩენებული. ესე იგი გარეთ აცივდა, მაგრამ მე ისეთი თბილი ღუნღულა კურტკა მაქვს, მაგას რო ჩავიცმევ, სიცივე არ შემაწუხებს. ეხა ისე ვარ, რომ დილას ხო საჭმელს ვერ ვჭამდა, კბილიც არაფერი არ მინდა, ყავას რომ მივაყოლა, ისე მინდა ყავის დალევა, მაგრამ იმდენი შოკოლადი მაქვს, ცალკე მინიმ მომიტანა, ცალკე მეც ვიყიდე და რა ვიცი. კარებს დავხურავ, რომ გათბეს ეს ოთახი. ესე იგი, ისეთი პატარა ოთახი მაქვს, რომ მინი რომ მოვიდა ხან იქეთ ვარ ვრუნებდით ამაგიდას, ხან აქეთ რომ ჩვენც დამჯდარიყავით და 2 ტელეფონიც განგვეთავსებინა მაგიდაზე, ისე რომ მაგიდაც გამოჩენილი იყო და ჩვენც გამოჩენილი ვიყავით. ხო და მეუთხარი სივიწროვეში კი ვარ, მაგრამ როგორღაც მოვთავსდებით თქო. ეს მილკას შოკოლადები, ორცხობილა და ვაფლი მაქვს კიდევ აქ. ესე იგი, დღეს რატომ მუშაობ დილის სმენაში და მიხარია რომ გამეღვიძა, იმიტომ რომ გუშინ გვიანობამდე ვერ დავიძინე. არ ვიცი. არ მეძინებოდა და ისიც ვიფიქრე, რომ ხო არ გავათენო თქო, მაგრამ საათს დავხედე და 3:15 წუთი იყო მე მგონი და აიმე მეთქი ეხლა რომ გავათენო და მერე კიდე საშინლად ცუდ მდგომარეობაში ჩავარდები თქო და კიდე გადავწყვიტე მერე რომ არ გამეთენებინა. მოდი ცოტა ჩავიწევ კიდე კავიდა. აი ესე. და ესე. ხო და რა ვიცი, სამსახურში უკვე მეგობრებო დრო ისე გადის, რომ ვერც კი ვიგებ.
ანუ ძალიან მიხარია. კი ზოგჯერ მაქვს პერიოდი, როცა რაღაცნაირად ცუდად ვარ და ასე ვთქვათ, ენერგიულად რომ ვერ ვარ საქმის კეთებაც მეზარება და საქმის კეთება რომ მეზარება სულ საათს უყურებ და დრო არ გადის თითქოს, მაგრამ აი თავიდან ეხა სულ ახალი მისული რო ვიყავი, მოტივაცია მქონდა, იმიტომ რომ სამსახური პირველი იყო ჩემთვის, სიახლე იყო და მიხაროდა და ძალიან მოტივირებულად ვაკეთებდი საქმეს და პირველად მალე გადიოდა დრო. მაგრამ მერე უკვე რომ სამსახური ჩემი ყოველდღიურობა გახდა, მერე სულ საათს უყურებდი და დრო არ გადიოდა და მიჭირდა ძალიან. ეხლა ეს ბოლო ერთი კვირა შევამჩნიე, რომ ისე მალე გადის დრო. ანუ დილიდან საღამომდეც ვიყავი ერთხელ სმენაში და ისე მალე გადის. ეს 6 საათი როცა ვარ მით უმეტეს. ისე უცებ გავა დრო, რომ ვერც კი ვიგებ რა. ხო და მისული არა ვარ, მოვდივარ უკვე და ეს იმდენად მიხარია, ანუ ტანჯვა აღარ არის ჩემთვის სამსახურში იმ დროის გასვლა, ესე ვთქვათ. ხო და სამსახურში მალე გადის დრო. დიდხნიან პაუზას რო ვაკეთებ ხოლმე, კი იცით, რომ ჩემს ტელეფონს ხმა ეთიშება. ხო და რაღაცა უნდა მოვიფიქრო, რა მიკროფონი მჭირდება. საერთოდ არ მიყვარს ყავასთან ტკბილის მიყოლება. რავი, ესე ვარ ბავშვობიდან, რაც ჩამოვედი აქ, კი ვამბობ, რომ ტკბილი და შოკოლადები ძალიან შემიყვარდა თქო, მაგრამ მაინც ძალგე მირჩევია ვჭამო, ყავასთან არასდროს არ მიყვარდა ტკბილის მიყოლება. მარტო მიყვარს ყავასთან ხალვა მიყვარს ძალიან. ეს რატო ვმუშაობ დილის სმენაში? იმიტომ რომ დღეს საღამოს 7 საათზე არის თბილისის მთავარი ნაძვისხის ანთების ღონისძიება. ხო და უნდა დავესწრო. კახაკალაძე რო იწყებდა ხოლმე აქიდან უკუთვლით ათვლას და ნაძვისხეს რო ანთებდნენ ხოლმე და მერე კონცერტები რომ მიმდინარეობდა, ყოველთვის ტელევიზორიდან ვადევნებდი ხოლმე თვალს ამ პროცესს. ხო და მაგ დროს გავდი ხოლმე უფრო ხშირად სოფელში ნაძვისხეს და ეხლა ყველას ვეუბნები ჩემებს, რომ მეთქი ესა აროთ თბილისის მთავარი ნაძვისხის ანთება თქო. მაგრამ დღეს ხო იცით ქვეყანაში როგორი მდგომარეობაც არის, აქციები, ერთი ამბები, ძალიან ცუდი პერიოდია რა. გუშინ იყო ხუთშაბათს გუშინ წინ ნინი რო იყო ჩემთან მოსული, საღამოს ვიყავი გასული აქციაზე და ხალხი არ იყო სხვათა შორის და არეულობაც არ იყო. რო გავედი, რა ვიცი, თავისუფლების მეტროდან რუსთაველამდე ხალხი იდგა ხოლმე და თავისუფლების მეტროსკენაც ყოველთვის რობოკოპები იდგნენ და წყლის ჭავლიც ეყენათ და რუსთაველისკენაც, მაგრამ გუშინ წინ რო ვიყავი გასული,
ხალხი, ანუ პარლამენტის შენობასთან იდგა ხალხი, მაგრამ იმდენი არა, უფრო იქეთ წინ მოშორებით ქაშვეთის ტაძრისკენ და კიდევ უფრო იქეთ მე მგონი ის რა ქვია კინოთეატრი და რაღაცა ეგეთი შენობები როა იქეთკენ იდგნენ მოშორებით ხალხი და ეს თავიდან რომ ნაძვისხის კონსტრუქცია ააგეს დაგიდეს აქციის მონაწილეებმა რავი დროშები და წარწერები და იმ დაშავებულების ფოტოები რომლებიც აქციაზე დაშავდნენ დაიჭირეს ან რაღაცა ეგეთი და ასე ვთქვათ რა ვიცი არ აძლევდნენ უფლებას რომ ნაძვისხე აეწყოთ და მე რომ მივედი ნაძვისხე აწყობილი იყო მშვენივრად გოხდად ლამაზად ხო და ნაძვისხის ირგვლივაც ხალხი საერთოდ არ იდგა მოშორებით იდგნენ ნაძვისხე არ იყო დაზიანებული და მარტო ნაძვისხე ხო არის კრუგში მოღობილი რკინის კონსტრუქციით და იმ რკინის კონსტრუქციაზე იყო სულ 4-5 ფოტო და წარწერა გაკრული რა ხო და ეს იდგა კიდე ნაძვისხის წინ იდგა სათამაშო მანქანა ცოტა დიდი ზომის და რაღაცეები ელაგა და დაბლა იყო წარწერა გაკრული გაწმინდიდან გამოექანეთო და ხო მოკლედ 1 საათნახევარი გავჩერდი ალბათ აქციაზე ძალიან ბევრი ვიარე იქეთკენ წავედი მაინტერესებდა ხალხის ნაკადი სულ იქეთ მიდიოდა პირდაპირ და მეთქი აბა იქეთ შეიძლება იდგეს პოლიცია თქო და წავედი მაგრამ ვიარე და გავედი სადამდე იცით აი შუაში რო ხე დგას და ის რო არის ცემენტით მოღობილი აი მაქამდე გავედი და მან იდგა 1-2 პოლიცია, მაგრამ პოლიციის მანქანა. ხალხი საერთოდ აღარ იყო, ანუ იქეთ არ ვიცი სად მიდიოდნენ, მაგრამ მივყევი ამ ხალხს და მე ქრებოდა რა, იფანტებოდა ის ხალხი უკვე აღარავინ აღარ იყო და რა ქვია კუთხე გზის პირას ყავა და ჩაი იყო გაკრული, ანუ ფურცლები იყო ყავა, ჩაი, მაგი დაედგათ და აი ესე დიდი მეებში, რა ქვია, ცხლად რო ინახავს წყალსაც და ყველაფერს, ეგეთ რაღაცაში ქონდათ ყავაც, ჩაიც და მივედი და აბა ყავა თუ ჩაიო შემოვთავაზეს და ყავა დავლიე გემრიელად ცხელი ყავა მივირთვი აქციაზე. ხო და აი ესეთი სიტუაცია რაღაცა უნდა მითქვა ეხლა ხო დღეს ღამისმენაში უნდა მემუშავა 4-დან 10-მდე მაგრამ 7-ზე ღონისძიებას ვერ დავესწრებოდი და მუშაობ 8-დან 4-მდე და მერე ცოტათი ადრე გავალ რუსთაველზე რომ იქნება ბევრი ხალხი არ იყოს 1 საათით ადრე ან საათნახევრით ადრე შეიძლება 2 საათით ადრეც გავიდე და იქნება ბევრი ხალხი არ იყოს და კარგად დილას დავდგები რომ ნაძვისხე მოჩანდეს იდეალურად მაგრამ მე შინია კიდეც რატომღაც ვფიქრობ რომ რამე პროვოკაციას ან რაღაცას არ ქონდეს ადგილი და კი ახლა იქ სცენას მოაწყობენ პოლიტიკოსები იქ იქნებიან კალაძე იქ იქნება და პოლიციელებიც დაიცავს იქაურობას მაგრამ მაინც რა ვიცი აქციის რომელიმე მონაწილემ ნაძვისხე არ გადაწვას მე შინია ხო და ჩემ მეგობარსაც ვეუბნები რომ თან მისვენებო ხვალო გუში მწერდა წამო მეთქი ნაძვისხის ანთების კონცერტზე თქო და შანსი არაო არა ანთებიებენო მეთქი რას ქვია არა ანთებიებენ უნდა ანთებენ აუცილებლად თქო რა ხო და არ ვიცი თუ წამოვიდა
ვიდეოს რო ვიღებ და რო საუბრობ საუბრის პროცესში სულ იმაზე ვფიქრობ ისმის თუ არა ეხა ვიდეოში ჩემი ხმა და აი როცა ჩუმდები და ვჭამ ან ყავას მივირთმევ მაშინ ნერვიულობ იმაზე რომ ეხა ჩემი ხმა არ ისმის და ძალიან ვიცი მეგობრებო რომ ძალიან ცუდი მოსასმენია და დისკომფორტის შეგრძნებას გიქმნით რომ აი ეს ხმაც ხო შრიშინებს და თან კიდევ თავისით რომ დაეწევა ხმა მერე უცებ მოვა დაეწევა ნელ-ნელა შრიშინებს კამერა უცებ მოვა ხმა ამ ეტაპზე ესეა და მერე ვნახოთ შევცვლი რაღაცას მოუხერხებ მაგ პრობლემასაც არა უშავს სადაც ამ ტელეფონით ვიღებდი ვიდეოებს ნახეთ რა დალეწილია არ მოჩანს კიდე რა სადაც ამ ტელეფონით ვიღებდი ვიდეოებს ეხა iPhone X-ით რო ვიღებ ცოტა ხანი არა უშავს საწყობის ვიდეოც ასატვირთი მაქვს, დასამონტაჟებელი მაქვს, გუშინ ვლოგიც გადავიღე, ეგეც ასატვირთი მაქვს, საღამოს რომ მოვედი კიდე რაღაც გადავიღე, ეხა კიდე ვიდეოს ვიღებ და ამდენ ვიდეოებს რა ატვირთავს არ ვიცი, მაგრამ საღამოს უნდა დავიწყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ეხა კიდე ვისვენებ. კი ვმუშაობ სამსახურში, მაგრამ აი მართლა შევირგე. 5 შაბათს დავწერე, რა ვიცი 4 61-ად და პარასკევი შაბათი კვირა, 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი შაბათი კვირა ეს დღეები არ მიწევს უნივერსიტეტში სიარული და ეს ჩემთვის არის დიდი დასვენება ესე ვთქვათ, იმიტომ რომ დილას არ მიწევს 9-ზე ადგომა, 10-ზე სახლიდან გასვლა, 11-ზე უნივერსიტეტში ყოფნა. მერე უნივერსიტეტს რო დავამთავრებ ეგრევე სამსახურში გასვლა, ეგ არ მიწევს რა ელემენტარული დილას იმის დრო მაინც მაქვს რომ კარგად გამოვიძინო, იმიტომ რომ სამსახურში მივდივარ ხოლმე 4 საათზე. ვისვენებ. ვისვენებ ხოლმე 5 შაბათ დღეს და ყოველთვის ღირს ხოლმე 6 დღე მოცდად დასვენების დღედ, იმიტომ რომ ყოველი დასვენების დღე არ არის ერთი და იგივე და ერთმანეთზე უკეთესია, იმიტომ რომ ხან მეგობართან გავდივარ ვერთობით რაღაცა, ხან მეგობრებთან გავდივარ, ხან აი გუშინ წინ მინიკვირიკენ სტუმრად ძალიან კარგი დღე გამოვიდა და რა ვიცი ყოველი დასვენების დღე ერთმანეთზე უკეთესია და ესე უაზრო დავზევარ ხოლმე სახლში დასვენების დღეს რა ხან გავდივარ, ხან ძალიან კარგი გამოდის მოკლედ დასვენების დღე. რეალიაო მართლაც ისე გემრიელად ჭამე ბოლო უკმა განსაკუთრებით 16 წუთია უკვე ხო რა ვიცი აბა
ზოგადად 1 საათით ადრე გავდივარ ხოლმე აქედან, იმიტომ რომ ალაბარიდან სამედიცინოს მეტროსთან მივდივარ სამსახურში. სამედიცინოს მეტროდან ფეხითაც მიწევს შორიგზის გავლა სამსახურამდე და ადრე მივდივარ ხოლმე, მაგრამ როცა დილას ყავს ვსვავ და რაღაცა 20 წუთით რო გავიდე ხა სულ ეგრე გავდივარ რა, ეხა ხო არის 8-20 წუთზე გავდივარ ხოლმე. ეგრე გავდივარ საღამოს სმენაშიც. 3-ზე გავდივარ ხან 4-ის 20 წუთზე რა, 40 წუთში ვასწრებ მისვლას. სიტუაცია საღამოს აუცილებლად რო გავალ ნაძვის ხის ანთებაზე რაღაც პატარა კადრებს გადავიღებ, ვფიქრობ რომ საინტერესო დღე გამოვა და კარგი დღე გამოვა და რა ვიცი, იცოდეთ რომ ოცნებები ხდება, ოღონდ მიზანს ოცნებებსაც აუცილებლად მიაღწევთ, რა ვიცი, ალბათ არ არსებობს მიუღწეველი ოცნება, გააჩნია ახლა უკვდავობას თუ არ ჩაიფიქრებთ და ისეთ რაღაცას, ეს პატარ-პატარა ოცნებები ყოველთვის ხდება, თუ კი იშრომებ ამისთვის. მე წლების წინ ჩემი ყველაზე დიდი ოცნება, მართლა 2-3 წლის წინ რა, ამ დროის შუალედში. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო ნინის ნახვა, ნინი კვირიკეს ნახვა, მასთან ჩახუტება. და ეს მე მეგონა წლების წინ წარმოუდგენელი და შეუძლებელი, მაგრამ მე ვიშრომე, ვიბრძოლე, ბლოგერობა დავიწყე, მასთან კომუნიკაციაში შევედი, შევაყარე ესე ვთქვათ თავი და ისე მოხდა, რომ მოვიდა ჩემთან, ყავაც მივირთვით, ნაძვის ხეც ავაწყვეთ, შაურმაც გამოვიძახეთ, ჭამეთ, სამების ტაძარშიც გავედით, ესე გემრიელად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ძალიან ბედნიერი, საინტერესო და დასამახსოვრებელი დღე გამოვიდა. ასე რომ იცოდეთ რომ ოცნებები ხდება, დედაჩემი დავალაპარაკე ნინის. ნახე მეთქი დედა ვინ უნდა გაგაცნოთ ხო და არც იცის, არც მithქვამს. რო დაინახა ეს ნინი და ვაიმეო და ესეთი სახი აქვს ბედნიერი სასწაული და ესე იგი ბაჩო ამ წელს რამდენი ოცნებები აგისრულდაო და ისე გაუხარდა ნინის ნახვა, ილაპარაკეს მერე, ნინისაც ძალიან მოეწონა დედაჩემი, ჩემ მოლოდინებს გადააჭარბაო, კი ეხა როგორ შეიძლება შენი დედა იყოსო, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება შენ ესეთი კარგი ხარო და შენი დედა არ იყოს კარგიო, მაგრამ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბაო რა, ისეთი კარგი წარმოდგენა დარჩა ნინის დედაჩემზე. ძალიან გამიხარდა. დედაჩემი გაგიჟდა.
აბა დავლიო უცებ ყავა და გავიქცე სამსახურში და საღამოსაც გადავიღებ რაღაც კადრებს და კონცერტიდან რომ დავბრუნდები, მერე შევეცდები, რომ ეს ყველა ვიდეო აგიტვირთოთ რა. უბრალოდ რა ვიცი, კარგია, როცა ორი ტელეფონი გაქვს. აი, ვლოგერი რო ხარ, ერთი ტელეფონით რო ვიდეოს გადაიღებ, როცა ვიდეოს ამონტაჟებ, iPhone-ი ისეთია. Android-ში ხა ჩავკეცავდი, CapCut-საც ჩავკეცავდი, მაინც ემატებოდა პროცენტები, ვიდეო მაინც იმაშვებოდა, იტვირთებოდა YouTube-ზეც. თუ YouTube-ს ჩავკეცავდი, მაინც ემატებოდა ვიდეოს პროცენტები და iPhone-ი ისეთია, CapCut-ში ვიდეოს რო ამონტაჟებ, ელემენტარული ეკრანს დაბლა რო ჩამოუსვა თითი და საათის ნახვა რო დაგჭირდეს, ხელახლა უნდა მიცე ჩამოტვირთვას YouTube-ზეც, ანუ YouTube-ზე კონკრეტულად შენ გვერდზე თუ არა ხარ, შენი ვიდეოების გვერდზე ისე არ ემატება პროცენტები ვიდეოს და ასე რომ როცა ვიდეოებს ტვირთავ, ამონტაჟებ, მეორე ტელეფონი კარგია თუ გექნება, მეორე ტელეფონი სხვა საქმისთვის. იმიტომ რომ როცა ვიდეოს ამონტაჟებ და ტვირთავ, სხვას ვერაფერს ვერ აკეთებ ტელეფონში გარდა ვიდეოს ატვირთვისა რა. თითქმის ეგრეა. ხო, მაგრამ არა უშავს, საღამოს აგიტვირთავთ ვიდეოებს და ვაიმე როგორი დამერხევა უნივერსიტეტი რო დამეწყება. ბოდიშით, მაგრამ ისე შევეჩვიე, ანუ ერთ კვირაზე მეტი გამიტკბა ეს დილას ადრე ადგომა რო არ მიწევს და 4-მდე რო არ ვარ სამსახურში წასასვლელი, კაიხანი პირველ საათამდე ვკოტრიალობ ხოლმე ლოგინში. მაგრამ ეხლა ესე იგი არც გათენდა რა. ხანე გეგონება. არც გათენდა, გეგონება ღამდებაო პირიქით, ხო? ეხლა რა ვიცი, აბა დროებით მადლობა, ძალიან მოგეწონათ ჩემი და ნინის ერთად გადაღებული ვიდეო. დიდი მადლობა ყველას თბილი კომენტარებისთვის, გვერდში დგომისთვის. თქვენც ასევე გისურვებთ ბედნიერშობა ახალ წელს, დამდეგს. ყოველივე საუკეთესოს მოუტანი წელი ყოფილიყოს. აბა თქვენ იცით, იშრომეთ მიზნად და აუცილებლად აგიხდებათ ის ოცნებები, რომლის ახდენაც ძალიან გინდათ. შრომა არის ამისთვის საჭირო. აბა თქვენ იცით. ხანდახან როგორ დაუბერახს ძლივს მოდივა ხელები გამეყინა. ეხლა უნდა გაჩვენოთ გასტრონომი რა ლამაზად არის მორთული. ვაიმე, სიო მოვედი თითქმის. ეს არის გასტრონომი გირაბა. აი ესე ლამაზად არის მორთული სნაცის. გავიყინე არ მჯერა ხალხო თოვს ოღონდ დაიცან აიმე როგორც აიმე როგორც
წერდნენ რომ თბილისში თოვსო და ძველ ვიდეოებს დებდნენ და გადავრული ვიყავი მეთქი რა თოვს სად თოვს თქო და ეხა მართლა თოვს ხალხო ამას ხედავთ ეს არის თოვლი მართლა ოღონდ ძალიან არ მოჩანს აი თოვს ხალხო არ მჯერა როგორ მიყვარს თოვლი როგორ მიყვარს აი როგორ დაგანახოთ არ მოჩანს აი ნახეთ მოჩანს ანუ თოვს ხალხო თუ მჯეროდეს თბილისში პირველი თოვლი ამას თუ თოვლი ქვია მაგრამ აი პროსტა არ მჯერა რომ ესეც რო თოვს არ მჯერა უბრალოდ კამერაში არ მოჩანს თორე აი როგორი ფიფქებით ცვივა იცით აი როგორ აი ნახეთ ხელები დამიწითლდა ვაიმე როგორი ფიფქებით სუივა თუ მჯეროდეს მარა კამერაში რატო არ მოჩანს თუ მოუმატა გადავიღებ კიდევ ვიდეოს აი ნახეთ აი ამ კურტკაზე მოჩანს უფრო კარგად აი როგორი ფიფქები ცვივა აი ხანდახან მოუმატებს არ მჯერა ხალხო თოვლის სიგიჟემდე შეყვარებული ვარ აი ვიღაცის მანქანაზე უნდა გაჩვენოთ როგორ თოვს ეს სულ თოვლია გადავირევი გიჟდუ თოვლის გიჟი ვარ ხალხო გიჟი ისე მიყვარს თოვლი აი ხა ნაძვებისკენ მივდივარ რომ იქნებ უკეთ გამოჩნდეს არა ხანდახან ძალიან მოუმატებს და ვიდეოს რო ჩავრთავ მერე იკლებს ამიტომ საერთოდ არ ჩავრთავ ვიდეოს ოღონდ ითხოვოს ის ნახეთ ეს ნახეთ m კვადრატის ვარსკვლავი ადევს ესე იგი კამერაში არ მოჩანს იმდენად რამდენადაც თოვს ეს კურტკა ამოვატრიალე და მეორე მხრიდან ჩავიცვი აი პირველი თოვლი აი ნახეთ ეს არის თოვლი და როგორ მიაქ ქარს ნახეთ ვაიმე
გიждები რა კარგად თოვს ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერია გამოდით ახალი წელია ეხლა მართლა დავიჯერე და ჩემი თვალითაც ვნახე რომ თბილისში თოვს აქამდე TikTok-ზე კი ამბობდნენ რომ თბილისში თოვსო მაგრამ არ მეჯერა და ეხლა ჩემი თვალით დავიჯერე ნახეთ რა უკვე კამერაც რო აღიქواس თან ქარს როგორ მოაკ გადავირიგე გათეთრდა უკვე ყველაფერი ხალხო რა უცებ გათეთრდა ყველაფერი ნახეთ